იცოდი რომ წნევას შესაძლოა მთელი ცხოვრება არასწორად ზომავ. წნევის გაზომვისას შედეგი შეიძლება ისეთმა მარტივმა რაღაცამაც კი გააყალბოს, როგორიც ფეხების ერთმანეთზე გადაჯვარედინებაა. და კიდევ უამრავი სხვა ნიუანსი და დეტალი, რომელთა შესახებაც შეიძლება საერთოდ გაგებულიც კი არ გაქვს. ამ ვიდეოში კი ყველაფერს გაიგებთ არტერიული წნევისა და მისი სწორად გაზომვის შესახებ. ამასთან გეტყვით იმ უმნიშვნელოვანეს რამეს, როდის უნდა გამოიძახოთ დაუყოვნებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მაღალი არტერიული წნევის დროს, ასევე აგიხსნით რა მაჩვენებლიდან ითვლება არტერიული წნევა, როგორც მაღალი წნევა და როდის არის აუცილებელი რომ მივმართოთ ექიმს, გამოვიკვლიოთ მიზეზი და ვუმკურნალოთ არტერიულ წნევას. მოკლედ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება და ჩაუჯექით ვიდეოს. პირველ რიგში, რა საჭიროა საერთოდ რომ ვიცოდეთ არტერიული წნევის გაზომვა? აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ, დაახლოებით 30-40% ადამიანებისა აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია, ანუ აქვს მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. ამ ყველაფრის არცოდნამ კი შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამ დროს არტერიული წნევის გაზომვა მარტივად სასწაული რამ არის და სახლის პირობებში უმარტივესი შესასრულებელია, როცა ადამიანმა დეტალურად იცის, რას უნდა მიაქციოს ყურადღება. წნევის რეგულარული კონტროლი კი სწორედ ასეთი ჩუმი მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტენზიის დადგენის საუკეთესო საშუალებაა. მოკლედ რომ აგიხსნათ, წნევის საზომი აპარატები შემდეგნაირად მოქმედებენ. ხარზე მოთავსდება აი ესეთი მარტივი მანჟეტი, რომელიც შემდეგ გაიბერება და ამ მაჩვენებელზე უყურებთ კონკრეტულ წნევის მაჩვენებელს. ამ მანჟეტში ჩატუმბული ჰაერი ქმნის კონკრეტულ წნევას ჩვენს მხარზე და რბილ ქსოვილებზე და როდესაც ეს წნევა გადააჭარბებს მხარში მდებარე არტერიის წნევას, ეს ჰაერის ტუმბოს წნევა დაახშობს ამ არტერიის სანათურს და მასში არტერიული სისხლი ვეღარ გაივლის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ სტეტოსკოპით ვეცდებით რომ პულსი მოვისმინოთ, პულს ვეღარ მოვისმენთ, რადგან ეს არტერია დახშული იქნება. აი აქედან ვიწყებთ შემდეგ ნელ-ნელა მანჟეტიდან ჰაერის გამოშვებას და როგორც კი მანჟეტში არსებული ჰაერის წნევა ჩამოცდება არტერიაში არსებულ წნევას, მაშინ გავიგებთ პირველ პულსის დარტყმას და როდესაც ამას გავიგებთ, აი ეს პირველი მაჩვენებელი, რასაც მანჟეტის მანომეტრი გვაჩვენებს, ეს არის სისტოლური წნევა. შემდეგ თანდათანობით უფრო და უფრო მეტ ჰაერს უშვებთ და სტეტოსკოპით ვისმენთ პარალელურად პულსს. რაღაც ეტაპის შემდეგ, როდესაც პირობითად მანჟეტში არსებული წნევა ჩამოცდება 100 და 90-ს, სუსტდება უკვე ეს პულსის სიგნალი, რასაც ვისმენთ და ეს იქიდან არის გამომდინარე, რომ არტერიაზე მანჟეტი უკვე მინიმალურ წნევას ქმნის და შესაბამისად თითქმის არანაირი დაბრკოლება აღარ იქმნება სისხლის მოძრაობის. აი იმ მომენტში კი, როდესაც იმდენად შესუსტდება პულსი, რომ უკვე ვეღარ გავიგებთ, აი მაგ მომენტში დაფიქსირებული შედეგი ამ მანომეტრზე არის დიასტოლური წნევა. შედეგად ვიღებთ მაგალითად შედეგს, როგორც არის 120-80-ზე, 130-85-ზე და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ იმისთვის პრინციპი რომ გაგვეგო როგორ იზომება წნევა. მაგრამ რეალურად ამ ორ მაჩვენებელს ადამიანები არასწორად აღიქვამენ ხოლმე და ერთს ტვინის, მეორეს კი გულის წნევას ეძახიან, რაც სინამდვილეში არასწორია და ამ ყველაფრის გაგება უმარტივესად შეიძლება. წნევა ზოგადად არტერიულ სისხლძარღვებში წარმოიქმნება გულის შეკუმშვის შედეგად. ამ დროს სისხლი მთელი სისწრაფით გულის პარკუჭებიდან გადაისროლება მაგისტრალურ სისხლძარღვებში, როგორიც არის მაგალითად აორტა. აორტა მარტივად რომ წარმოიდგინოთ, გულის პარკუჭის პირდაპირი გაგრძელება, რომელსაც სისხლი მიაქვს გულიდან და ანაწილებს მთელს ორგანიზმში. ამ შეკუმშვის დროს უდიდესი პიკური განვითარებული წნევა არის ზუსტად ის სისტოლური წნევა, რომელსაც პირველი პულსის სახით ვიგებთ, როდესაც წნევის გაზომვის დროს ნელ-ნელა ჰაერის გამოშვებას დავიწყებთ მანჟეტიდან. ანუ მაღალი მაჩვენებელი არის გულის შეკუმშვის დროს განვითარებული წნევა არტერიულ სისხლძარღვებში და არა თავის ტვინის წნევა. რაც შეეხება მეორე, უფრო მცირე მაჩვენებელს, როდესაც გული შეიკუმშვება, მას მოყვება შემდეგ მოდუნების ფაზა, ანუ დიასტოლა. ამ დროს გული აღარ გადაისვრის აქტიურად სისხლს არტერიულ სისხლძარღვებში, არამედ ის პასიურად ივსება სისხლით. მაგრამ მიუხედავად ამისა, არტერიულ სისტემაში რჩება საბაზისო წნევა, რომელსაც ეს მეორე მაჩვენებელი, ანუ დიასტოლური წნევა ქვია. ზოგადად კი წნევის ცვალებადობა და ამ სისტოლური და დიასტოლური მაჩვენებლის ცვალებადობა არამხოლოდ გულის შეკუმშვაზე, არამედ არტერიების ელასტიურობაზე, მათ წინაღობაზე, ზოგადად სისხლისა და პლაზმის მოცულობაზეა დამოკიდებული და უამრავ ნერვულ და ჰორმონალურ გავლენაზე. ამ ყველაფრის ჩაძიება ზედმეტად ჩორს წაგვიყვანს, ამიტომ კონკრეტულად უმნიშვნელოვანეს ფაქტორებზე ვკონცენტრირდეთ, მაგალითად, როდის არის წნევა მაღალი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. დასრული ადამიანისთვის ოპტიმალური არის სისტოლური, ანუ მაღალი მაჩვენებელი 130-ზე ნაკლები, ხოლო ქვედა, ანუ დიასტოლური მაჩვენებელი 85-ზე ნაკლები. სისტოლური მაჩვენებელი 140-მდე და დიასტოლური 90-მდე, ანუ 140-90-ზე ზენორმალური მაჩვენებელია. ანუ არ არის ოპტიმალური, მაგრამ ჯერ მაღალი არტერიული წნევა ოფიციალურად არ ერქმის. აი, რაც შეეხება 140-დან მაღლა და დიასტოლური 90-დან მაღლა,
აი ამას უკვე ოფიციალურად ქვია არტერიული ჰიპერტენზია, ანუ პათოლოგიურად და ავადმყოფურად მაღალი არტერიული წნევა, რომლის რეგულარულად ქონაც აუცილებლად უნდა იქნას გამოკვლეული ექიმის მიერ და შესაბამისი მკურნალობით უნდა იქნეს კონტროლირებული. მაგრამ ეს ერთხელ თუ გავიზომე წნევა და მქონდა პირობითად 155-95-ზე, აუცილებლად ეგრევე უნდა წავიდე ექიმთან და წამლების მიღება დავიწყო? რა თქმა უნდა არა. ერთხელ გაზომილი მაღალი წნევა არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად სულ არტერიული ჰიპერტენზია გექნებათ. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც არტერიული წნევა ოდნავ გაზრდილია, მოისვენეთ დაახლოებით 5-10 წუთი და გადაიკონტროლეთ ეს მაჩვენებელი. რადგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური სტრესი და დატვირთვა, რა თქმა უნდა, მოქმედებს არტერიულ წნევაზე. მსგავსი მცირედ მომატებული მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში ეცადეთ, რომ რეგულარულად რამდენიმე დღის განმავლობაში იკონტროლოთ წნევა, დღის სხვადასხვა პერიოდში. ამით დარწმუნდებით, ის ერთხელ გაზომილი წნევა იყო ფიზიკური და ფსიქიკური სტრესიდან გამომდინარე თუ სხვა საყოფაცხოვრებო მიზეზებიდან გამომდინარე, თუ თქვენს ორგანიზმს დარღვეული აქვს რეგულაცია და განვითარებულია არტერიული ჰიპერტენზია. ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, როდესაც ადამიანს აქვს 180, 170 და მეტი წნევა, ამ შემთხვევაში გულისხმობ უბრალოდ მცირედად გაზრდილ არტერიულ წნევას, როდესაც რა თქმა უნდა ადამიანი 180 და 170-ს გაზომავს, ამ დროს შესაბამისი ადეკვატური რეაქცია უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. და ამაზე კონკრეტულად ახლა ვიგეტყვით. კონკრეტულად რა შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ დაუყოვნებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, როდესაც ადამიანს აქვს მაღალი წნევა. რა ნიშნების კომბინაციის შემთხვევაშია ეს ყველაფერი საჭირო. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც მაღალი წნევა კომბინაციაშია შემდეგ ნიშნებთან. როგორებიცაა გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, კიდურების დაბუჟება და მოძრაობის უნარის დაქვეითება, გონებისა და ცნობიერების დაკარგვა ან ცნობიერების ცვლილება. ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომლებიც მიუთითებენ სახიფათო მიმდინარეობაზე და იმაზე, რომ ეს მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებლივ პროფესიონალის ჩართულობას. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უმთავრესი რამ არ უნდა გამოგრჩეს, რითიც დავიწყეთ ეს ვიდეო, როგორ უნდა გავზომოთ ზუსტად წნევა, იმისთვის რომ ამ ყალბი შედეგებით ტყუილად არ ვიფიქროთ, არ დავპანიკდეთ და რეალურად ვიცოდეთ ჩვენი არტერიული წნევა. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ გაზომვამდე დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში უნდა სრულიად მოეშვათ, შვიდად იჯდეთ, რათა ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილი, რომელიც ის ნაწილია, რომელიც ჩვენი დატვირთვის დროს აქტიურდება, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვა, მისი აქტიურობა შესუსტდეს და პარალელურად, რა თქმა უნდა, მისი გავლენაც გულსისწრაფთა სისტემაზე. რადგან მსგავსი გააქტიურება ამ სიმპათიკური ნერვული სისტემის იწვევს არტერიების შევიწროებას, გულის კუმშვიდი ფუნქციის გაუმჯობესებას, გულის აჩქარებას, რის შედეგადაც იზრდება არტერიული წნევაც. ასევე გადამწყვეტია წნევის გაზომვის დროს სხეულის სწორი პოზიცია. ზურგით მიეყდენით სავარძელს, ფეხები ერთ დონეზე სწორ ზედაპირზე დააწყვეთ, ფეხები არ გადააჯვარედინოთ და მხარი, რომელზეც წნევას იზომავთ, შვიდად მოშებულად დააყრდენთ. გადამწყვეტია სწორი ზომის მანჟეტის შერჩევა. მაგალითად, თუ მანჟეტი ზედმეტად პატარაა და გიჭერთ, წნევაც არასწორად გაიზომება და მანომეტრი უფრო მაღალ წნევის მაჩვენებელს აჩვენებს, ვიდრე თქვენ რეალურად გაქვთ და შეიძლება უსაფუძვლოდ უბრალოდ განერვიულოთ. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც მანჟეტი იმაზე დიდია, ვიდრე უნდა იყოს, წნევა მანომეტრზე უფრო დაბალი იქნება, ვიდრე რეალურად თქვენს ორგანიზმში. მნიშვნელოვანია, რომ წნევის გაზომვის დროს არ ილაპარაკოთ, ფეხზე არ იდგეთ და ხელი ჰაერში არ გქონდეთ. წნევის გაზომვა არ ხდება ერთჯერადად, რადგან ცალკეულად გაზომილი შედეგი უფრო არასანდოა, ვიდრე პირობითად 3-ჯერ გაზომილი საშუალო. ამიტომ გაიზომეთ წნევა და აუცილებლად 1-2 წუთის ინტერვალით ეს პროცედურა გაიმეორეთ და მათი საშუალო მაჩვენებელი მიიღეთ როგორც რეალური წნევა. აქ ერთი საინტერესო დეტალია კიდე. თუ მაგალითად ორივე მხარზე გავიზომეთ და ერთზე უფრო მაღალია ვიდრე მეორეზე, ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? მაშინ ის მხარე უნდა მივიჩნიოთ რეალურად, რომელზეც უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მომავალშიც ვეცადოთ, რომ სწორედ იმ მხარეს გავიკონტროლოთ ჩვენი არტერიული წნევა. ეს იყო ის კომპაქტური ინფორმაცია, რაც მინდოდა არტერიული წნევის გაზომვასთან დაკავშირებით მომეწოდებინა. თუ კიდევ კითხვები გაგიჩნდებათ, აუცილებლად დააკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვემოთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დაлайქება. მე კი ვფიქრობ, რომ არტერიული წნევის გაზომვა ის მინიმუმია, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რათა შეძლოს საჭიროებისამებრ როგორც თავისი, ასევე ოჯახის წევრების დახმარება. ამით დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ კვირაში საინტერესო სამედიცინო თემით.